ჩვენ დაუბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში და შეგახსენებთ, რომ BDC აკადემია საქართველოში წარმოდგენილია ერთი სათაო სასწავლო ოფისით თბილისში და 3 ფილიალით კი ქუთაისში, გორსა და მარნეულში. აკადემია ახორციელებს მოკლე და გრძელვადიან სასერტიფიკატო და სადიპლომო საგანმანათლებლო დულუარულ პროგრამებს, როგორიცაა კოსმეტოლოგია, ბუღალტერია, ოფის მენეჯერი, ფარმაცია, საექნო კულინარია, შრომის უფლებები და ასე შემდეგ. და ეხლა ჩვენ გადავინაცვლოთ ჩვენს კონკურსანტებთან და ჩვენი შემდეგი კონკურსანტი კი გახლავთ ნინი ჭიხორია, ყველაზე პატარა მონაწილე. გთხოვთ ნინი, მოდი ჩვენთან. ნინი, რამდენი წლის ხარ, აბა გაუმხილე ჩვენ სტუმრებს. ნინი, გახლავთ ყველაზე პატარა მონაწილე ჩვენს კონკურსში? 7. 7 წლის ნინი ჭიხორია და ნინი, ნერვიულობდი ამ ჰიპ-ჰოპის ტურზე მომზადებაში? არა. გიყვარს მოგწონს ჰიპ-ჰოპი? კი. მინდა გითხრათ, რომ შეგახსენებთ, რომ ნინი ცეკვავს ლათინო ცეკვებს და ნახოთ თუ როგორ, ესე იგი როგორ შეგვისრულებს ჰიპ-ჰოპს და ვთხოვთ შონდოზოსთან გადავინაცვლოთ. მოდი აბა ჩემთან ნინი. მე მინდა გამოვაცხადო ამასობაში სანამ ნინი მიახლოვდება მისი ტელეფონის ნომერი 09-00-00-00-04. ჩემთან ახლოს მოდი ნინი. და შეგახსენებთ ასევე იმასაც, რომ ნინის, უпростоრ გეტყვით, კი არ შეგახსენებთ, რომ ნინის ამ ცეკვის დადგმაში ეხმარებოდა სტუდია The Step. ქორეოგრაფები გიორგი ტატიშვილი და ლუკა ყარმაზანაშვილი. და მინდა შეგახსენოთ ასევე სტუმრებო და ტელემაყურებლებო იმის შესახებ, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, 2 საათიანი მარათონის, ანუ ბოლო ცეკვის შესრულებისთანავე შეწყდება ზარების მიღება და 3 აუთსაიდერიდან 1-ს გადაარჩენს ჟიური, ხოლო დარჩენილი 2, გამომდინარე იქიდან, რომ წინა ტურში არავის არ დაუტოვებია პროექტი, დარჩენილი 2 აუთსაიდერი პირდაპირ დატოვებს პროექტს. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ როგორც იცით, კონკურსის პირობებით ყოველი ტურიდან 1 მონაწილე ტოვებს პროექტს. რახან წინა ტურში, ქართულის ტურში შევინარჩუნეთ მონაწილე, ამიტომ ჰიპ-ჰოპის ტურში უნდა დავემშვიდობოთ 2 მონაწილეს. ასე რომ აქტიურობაა თქვენგან საჭირო იმისათვის, რომ თქვენი ფავორიტები არ მოხვდნენ აუთსაიდერთა რიცხვში. მაშასე მე ვუთმობ სცენას და ნინის ვთხოვ, რომ ცენტრში დადგეს, რომ ყველა ჟიურის წევრმა, აი მე სადაც ვდგავარ, ყველა ჟიურის წევრმა ერთნაირად დაგინახოს და შეგაფასოს, აი ჩემი ადგილი სადაც არის, აი აქ შეასრულოთ ცეკვა. კარგით, აბა ნახოთ როგორ ჰიპ-ჰოპს გვიცეკვებს ნინი ჭიხორია. Walking down the street, pretty woman, the kind I like to meet, pretty woman. I don't believe you, you're not the truth. No one could look as good as you. Mercy. Bravo! Aplodismentები ნინის. დიდი მადლობა ნინი, კარგი იყო ყველაფერი. აბა ჟიურის წევრებო, თქვენ როგორ შეაფასებთ ნინის ჰიპ-ჰოპს?
როგორც ვიცი, ნინი ქართული ცეკვიდან მოდის და შესაბამისად ალბათ ცოტა გაუჭირდება, მაგრამ გაართვა თავი, ყოჩაღ ნინი, ყოჩაღ პედაგოგს, რომ ორ კვირაში მოამზადა პატარა ჩვენი ნიკო და შეგახსენებთ რომ ერთი კვირა ქონდათ ბავშვებს. კი, ერთი კვირა და შესაბამისად ყოჩაღ ნინიკო. კაი გოგო ხარ, წარმატებები. ბატონო ზაზა? ნინიკო, გილოცავ, როგორც კი მოიხადა ქუდი და გაისროლა, უკვე მივხვდი რომ მაგრად იცეკვებდა. ასე რომ ნინიკო, ახლა ჩანთები მოაგროვე, ბევრი იმუშავე შენ თავზე, ძალიან კარგი გოგო ხარ და მინდა რომ მოგილოცო. ყველაფერი კარგად იყო. Wow! Wow! That was so cool. The choreography was great. Your attitude was great. When you got into the hip hop, it was like boom, boom, boom. Perfect. Beautiful. Thank you. ნინიკო, პატარა თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლები გწვიოდა, ფანტასტიკური ხარ, ძალიან მომეწონა, კარგი გოგო ხარ, ყოჩაღ. შესანიშნავი გოგო ხარ. სუპერ, ბრავო. გულშემატკივრებო, დაურეკეთ აუცილებლად ნინიკოს ნომერზე. ყოჩაღი გოგო ხარ. დამსწრე საზოგადოება, როგორ მოგეწონათ ნინის ცეკვა? აბა თქვენი აპლოდისმენტებიც გავიგონოთ. ძალიან საინტერესო ნომერი იყო ნინო და ძალიან კაი შესრულება იყო შვილო, ძალიან კარგი. ყოჩაღი გოგო ხარ და ესე გააგზელე. ყოჩაღ. აბა ყოჩაღნინი, ყოჩაღ, ძალიან მაგარი გაიქცა, ძალიან მაგარი ბავშვია, ძალიან მომეწონა მუსიკა, რომელზეც შეასრულა თავისი პერფორმანსი, ემოციურადაც სწორი იყო და ძალიან ბევრი კარგი რაღაც დაიჭირა მუსიკაში, მივხედავდი და ყოჩაღ, ბრავო. წარმატებები და ველოდები შემდეგ ტურშიც. მე კი შეგახსენებთ კვლავ ნინის ნომერს, რომელზეც უნდა დაურეკოთ მას 0903 00 0004. ახლა კი გადავდივართ ისევ ნატასთან სპონსორის ოთახში. ნატა, რას მოგვახსენებ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ნუ არ ვიცი, საოცარი კონკურსანტები ყავს, ყველა ფანტასტიურად ცეკვაზე, რა თქმა უნდა, მე ყველაზე თანაბრად დამწყდება გული, ვინც დაგვტოვებს ჩვენ და მე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს და ჩვენ სტუმრებს შევახსენო, რომ რამოდენიმეჯერ, ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი რჩეული გადაარჩინოთ, სულ რამოდენიმე საათში, ასე ვთქვათ, დამთავრდება ჩვენი საღამო, ასე რომ დღეს აუცილებლად გამოვლინდებიან ჩვენი აუთსაიდერები და 3 მათგანიდან 2 ჩვენი კონკურსანტი დაგვტოვებს სამწუხაროდ. ასე რომ თქვენ კიდევ გაქვთ შანსი გადაარჩინოთ თქვენი რჩეულები, მათ დაურეკოთ თავიანთ პირად ნომერზე, რომ მან თმა არ დატოვონ ჩვენი პროექტი და მე მინდა ახლა მოვიწვიო ჩვენი შემდეგი მონაწილე ბექა დარსალია. ბექა, გთხოვ. ბექა გახლავთ სტუდია ფესვების მოსწავლე, ასე ვთქვათ, მოცეკვავე. მისი პირადი ნომერი კი გახლავთ 0903 000006. ნახოთ თუ როგორ შეგვისრულებს. ბექა, აბა ორიოდე სიტყვით გითხარი, ბექა ნერვიულობ? კი, ძალიან. ძალიან ნერვიულობ? მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ფანტასტიურად შეგვისრულებ და აპლოდისმენტებით გავამხნევოთ ბექა. მივესალმებით ბექას. სანამ უშუალო თავის საკონცერტო ნომერს შეასრულებდეს, მინდა შეგახსენოთ, რომ ბექას ამ ცეკვის მომზადებაში ეხმარებოდა სტუდია ვუდონსი, ქორეოგრაფი ლუკა გვილავა, წარმატებები და გვინდა რომ გვაჩვენოთ კლასი ამ ჟანრში. Gata dżunglებში ელა ისე კონდორი Pizza bomba, როგორც უნდა ბომბორი ჩემთვის დალოცა რაქვს სერიული ნომერი წვიმაში ვდგავარ როგორც ძველი ტრანსფორმერი Mama is coming to your კოსმოსური კორნერი Lara Crofti, gata გომბერი ბოდლებს ეფერებო ღამე ჰარი პოტერი ღამე ოლვებს ვისვრით თითქოს ზევსის დოტერი ფიქრის დრაკონები დამყვებიან უზი Keep my mind good so I don't lose it ბატებს ხომალში მგალანგალოზი უზით ხოდი ნეონის თავზე აცოფი რუზის ფაქტია ტრიალე თითქოს ბუმერანგოა ხოდი მანგო ამჟავად ცის ტანგოა ფერარია სანტის კოლობში ბურაკოა
Bravo! I'm a pirate, so I do it like this, man. Jungle dirty, full of flowers, with a miss, man. Do this risk and couple DVDs, man. Beka Darsalia თქვენ წინაშე. ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო და ცოტა დამაკლდა მე მგონი დრო. ცოტა მეთხანს მინდოდა გაგრძელებულიყო და აბა რომელი ჟიური შემოუერთდება ამ ჩემს მოსაზრებას. გისმენ შევაფასოთ. ბექა, ბრავო. არ მეგონა ქართულ ცეკვას ხო ცეკვავდა ცეკვა. გლიჯაო ყველაფერს ცელს სამთევდა, მაგრამ ჰიპ-ჰოპში ასეთი ვიყავი არ მეგონა. მართლა მაგრათი ცეკვე, ყველა ნიუანსი გაითვალისწინე, ყველა ურთულესი კომპოზიცია გააკეთე და ასე აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ შენ მართლა სუპერი ხარ რა. დღეიდან უფრო 2 მაგათ და 5 მაგათ ხარ ჩემს მე მგონი ეშკში შევიდნენ ბავშვები უკვე. მეც მომბინდა ცეკვა ბექასთან ერთად. ბატონ ზაზა ბექა გილოცავ მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ არა მარტო ქართულ ცეკვას ასე შესანიშნავად ეს ამას ამ ცეკვასაც გაართვი თავი მშვენივრად და მინდა გითხრა რომ კარგი ბიჭი ხარ და მომავალი წინ გაქვს არასდროს არ დანებდე ყოველთვის იყავი დიდ შრომაში და საზოგადოებას და პუბლიკას მიმართავ ცოტა გაამხნევეთ ეს პატარა ბავშვები კი ხშირად დაუკრათ ხოლმე ტაიში ასევე ტელეფონის ნომრებით დაიმახსოვრე და დაუმესიჯეთ პროფესიონალურ მოცეკვავებს მიმართავ შევაფასოთ პროფესიონალური კუთხით ოღონდ მოყვარული Whoa man, that was super. I really like the attitude and you had the rhythm on, man. That's it. Thanks Very good. ნათია აშკარად გრძნობდი მუსიკას ძალიან კარგი გამოსვლა იყო უბრალოდ დავეთანხმები ჟანას აზარჩი რო შევედი მაშინ შეწყდა მუსიკა ანუ მეც დამაკლდა იმდენად კარგი სანახაობა იყო სიამოვნებით გიყურებდი კიდე ცოტა ხანი კარგი ბიჭი ხარ ძალიან ეს უკვე სასიამოვნოა ხო ერთი შეკითხვა მაქვს რომელი ცეკვიდან არის ბექა თვითონ იტყვის კაიაკატას ანტერა როგორ კაიაკატას გასაგებია ძალიან კაი ჩანაფიქრი იყო მთლიანად მუსიკა იყო ძალიან კარგად შერჩეული ვინც დადგა ეს ქორეოგრაფია დიდი მადლობა იმიტომ რომ მთლიანობაში ძალიან კარგად იყო შერწყმული მუსიკასთან შესრულება იყო მართლაც 10 ქულაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მე მგონი დღეს და ყოჩახ ბექას და ყველა იმ ადამიანს ვინც ბექას ეხმარებოდა მადლობა გვანცაც მივმართავთ ორიოდე სიტყვა გითხრას და მე ბექა შესანიშნავი ბიჭი ხარ სიტყვები არ მყოფნის ყველა მონაწილე დღეს ვინც წარსდგა ჩვენს წინაშე ძალიან მაგარი იყო მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპზე შენ ჩემი ფავორიტი ხარ გავამხნევოთ უფრო მეტი აპლოდისმენტები თუ შეიძლება გისურვებთ წარმატებებს და რაც თავარია კიდევ ერთხელ დაურეკეთ აუცილებლად უნდა დარჩეს ეს ძალიან მაგარი ბიჭი პროექტში. მაყურებლების მხრიდან ზარის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. ყოჩახ ბექა ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, აი ეს თავარი ჰიპ-ჰოპს რაც ახასიათებს flow იგრძნობოდა შენ სეკვაში და წარმატებებს გისურვებ. მოგიწოდებთ ყველას გულშემატკივრებს რომ დაურეკოთ ამ ბიჭს გულშემატკივრად და წარმატებები. ძვირფას ჟიურის დიდი მადლობა რომ არ დაგზარდნენ შეფასებაში და მშვენიერ ნატასთან გადავდივარ. დიდი მადლობა ჟანა და ესე იგი ბექამ ნამდვილი ცეცხლი დაგვინთო ჩვენ სცენაზე რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო არა მარტო ბექას არამედ ყველა ჩვენს კონკურსანტს და თქვენს წინაშე კი წარსდგება ჩვენი ულამაზესი მარიამ ხომერიკი მარიამ გთხოვთ მობრძანდეს მინდა შეგახსენოთ რომ მარიამი გახლავთ ლათინური ცეკვის მოცეკვავე და ნახოთ თუ როგორ შეგვისრულებს ჰიპ-ჰოპს მე აქვე მინდა მარიამის ნომერი შეგახსენოთ 0900000009 მარიამ აბა გითხარი ნერვიულობ თუ არა ისე რაო ესე იგი ცოტა მაინც სადღაც ნერვიულობ ხო და აპლოდისმენტებით გავამხნევოთ ჩვენი მარიამი და ასევე შონზოსთან გადავინაცვლოთ მარიამს დღევანდელი ცეკვის მომზადებაში ეხმარებოდა ქორეოგრაფი ზურა კირვალიძე, ცეკვის სტუდია იამი 2 ემით. ეს სტუდია იღებს მოსწავლეებს 8 წლის ასაკიდან და შეგიძლიათ შეხვიდეთ მის Facebook გვერდზე, ასევე იამი 2 მუთი დაათვალიეროთ
მოიწონოთ და შემდეგ 8 წლის ასაკის ვინმე თუ ყავთ სახში ჩვილი, ნათესავი, მეგობარი, მიიყვანოთ სტუდია იამიში. ეხლა კი თქვენს წინაშე მარიამ ხომერიკი იამის სტუდიის მიერ მომზადებული ჰიპ-ჰოპით. Let me introduce you to my party people. Come on! J-Lo, ya tú sabes, no hay más nada. It's a new generation. Mr. Worldwide. Of party people. Get on the floor, darling. Are you ready? Jump! La 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 la. Tonight we gon' be it on the floor. La 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 la. Tonight we gon' be it on the floor. Let's get it! You're looking just a little too hard at me, standing just a little too close to me. You say you're not quite enough to me. You're sipping just a little too slow for me. No doubt you're playing real cool, boy. Got me thinking, what is it you do for me? Tripping a little more than I should be. So let yourself go and get right with me. მარიამ ხომერიკი და იამი მივესალმოთ. აპლოდისმენტები, უფრო მქუხარე რო იყოს, გამეხარდ. აბა მოვსინჯოთ როგორი აპლოდისმენტები? შეგვიძლია? ვიცი რომ უკეთესად შეგვიძლია, მაგრამ თანდათან გავხურდეთ. აბა ძვირფასო ჟიური. მარიამ, დიდი მადლობა რომ იცეკვე დღეს ჩვენთან ერთად რო ხარ. შენგან უფრო მეც მოველოდი დღეს ნახდათ, მინდოდა უფრო მეტი გეჩვენებია, იმიტომ რომ თქვენ შენთან უფრო ახლოს არის ეს ჟანრი, იმიტომ რომ სამეჯისო ცეკვები, სპორტული ცეკვები უფრო ახლოსაა და აქედან გამომდინარე, მეტი შეგეძლო დღეს გეჩვენებია, უფრო მეტი სანახაობრივად ლამაზი ყოფილიყო. მე ცოტა ქართული ცეკვიდან მოვდივარ, მაგრამ აქედან გამომდინარე, უფრო მეტი მინდოდა შენგან მენახა სხვებთან შედარებით. კი, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, რომ ლამაზად გაართვეთ, მაგრამ უფრო მეტი შეგეძლო. მე ჩვენებარება რომ მეც კიდევაც შეძლებს, ამიტომ მინდა მოგილოცო და გითხრა რომ კარგი გოგონა ხარ, გისურვებ წარმატებებს. და რაც შეიძლება მეტი ზარები, ძვირფასო საზოგადოება, ნუ ვიქნებით პასიურები. Hello. That was really cool. Great energy. Lots of really good energy. You work really well together. You're really good. All of you are really great. Thank you so much. ბავშვებო, მომეჩვენა რატომღაც რომ მოვალეობის მოხდის მიზნით ცეკვავდით. მე მაპატიეთ, მაგრამ უფრო მეტი. ხო? ბავშვებო, ისმის ხო? კარგი ბავშვები ხართ, არის პოტენციალი რაღაც, მაგრამ ძალიან დაძაბულები იყავით და სტილისტურად არ იგრძნობოდა ის რაღაც ენერგია უფრო მეტი მინდოდა და სინქრონშიც ცოტა შორს ვიყავით ერთმანეთისგან. შემდეგისთვის უფრო გავითვალისწინოთ რაღაცები, კარგი იქნება. მეტი ემოცია, რაც თავარია. ხო, კარგი ბავშვები ხართ.
გილოცავთ ბავშვებო ამ გამოსვლას, ცოტა მეტი ენერგია და მეტი თავისუფლება გჭირდებოდა ამ ცეკვაში. თქვენი ემოცია უფრო მეტად უნდა გადმოგვეცათ ჩვენთვის, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინ არის, მთავარია ზარები, დაურეკეთ და გადაარჩინეთ მარიამი, მივცეთ მას კიდევ ერთი შანსი, შემდეგ ეტაპზე გვაჩვენოს თავისი თავი მაქსიმალურად. წარმატებებს გისურვებ. ვიზიარებ თქვენს აზრს, ვიზიარებ და მე მინდა მაინც ხარე დაუჭირო გოგონებს და ესეთი რაღაც თქვა. ნამე ძალიან მოინდომეთ. ხანდახან ძალიან მონდომება მივხვდით ხო იღებს ამ შედეგებს. ჩანაფიქრი იყო ძალიან კარგი. ამას მე ვიცი რომ შემდეგი გამოსვლა რო იყოს უფრო კარგად იცეკვებთ. ყოჩახ თქვენს ქორეოგრაფს ზურას მე ვიცნობ და ძალიან მოინდომეთ და ძალიან კარგი იყო. ყოჩახ. დიდი მადლობა. მე მგონი ყველა ჟიურის წევრმა გამოთქვა აზრი გოგონებთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ მარიამის ტელეფონის ნომერს, რომელზეც მას უნდა დაურეკოთ 0903 0000 და ისევ 09. მარიამ ხომერიკის ტელეფონის ნომერი. ეხლა კი გადავინაცვლოთ ჩვენს უმშვენიერეს ნატასთან. გაგვეპრანჭენატა და გვიხარი შემდეგი მონაწილეს შესახებ ორი. დიდი მადლობა შონზე კომპლიმენტისთვის და მე ისე მოგესალმებით BDC აკადემიის ოთახიდან და ჩვენი შემდეგი მონაწილე მინდა წარვადგინო დავით კენჭიაშვილი. დათო მოდი ჩვენთან. დათო გახლავთ ვეგას მოცეკვავე, წინა ტურში ქართულის ტურში მან შეგვისულა ცეკვა სვანური და მე პირადად ძალიან დამამახსოვდა. მე არ მინდა რომელიმე ჩვენი კონკურსანტი გამოყო, რადგან ყველა მართლა ძალიან ნიჭიერია და მე თვლი რომ წინა ტურიც და ეხლანდელი ტური არის ფანტასიური, ერთმანეთისგან განსხვავებული და ყველა ჩვენი კონკურსანტი არის ძალიან ძლიერი, როგორც ქართულ ტურში, ასევე დღევანდელ ტურშიც და აბა დავით გითხარი, ეხლა როგორ რამდენი ხანი ემზადებოდი ამ ტურისთვის? სულ რაღაც ერთი კვირა გამოდის. მანამდე გქონდა ჰიპ-ჰოპი, ნაცეკვი? ზოგჯერ. ხანდახან? ნერვიულობ? ცოტა. ცოტას ნერვიულობს. მე მინდა აქვე ბატონი, ესე იგი ჩვენი დათუნას ნომერი შეგახსენოთ 0903-700-417. დაურეკეთ დათუნას თავის პირად ნომერზე, რადგან არ დაგვტოვოს დღეს და აბა მივესალმოთ, აპლოდისმენტები გთხოვთ დათუნა. მივესალმებით, სანამ საკონცერტო ნომერს შეასრულებს, შეგახსენებთ რომ დავით ცეკვის მომზადებაში ეხმარებოდა X Rocks Dance სტუდია, ქორეოგრაფი ტარიელ ხოსროშვილი იგივე ხოსრო, კიდევ ერთხელ განუმეორდებით ასე ვთქვათ და მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მეტი ზარი განახორციელოთ. ვაიმე, რა კარგად გილას მოვხვდი. გითმობ სცენას. Flowing, baby. Yeah. Everything foreign. It's lit. Everything foreign. Cali for the we rodeo driving. Only rock the smoke, okay, we vibing. I just made a play to bring the bag in. Pray for my little homies, they some savage. They say it's so lonely at the top. Yeah. Reason all my people at the spot. I don't want no pussy, just the top. I pull out that bird and drop the top. I can't never let you niggas box me. If I do, I'm going out like Rocky. Couple pretty pieces in my driveway. I can't let the drama in my mind space. Thinking about my future so my kids straight. Living life like every day a holiday. Put that on my dog though. We been at the condo. Me and Cali Cushion go together, that's a combo. Yeah, goddamn. დავითი დარჩეს სცენაზე. ჩვენო ძვირფასო ჟიური. შევაფასოთ. ანალოგურად ვიტყოდი დათოსთანაც ვემართებაში. ბოდის ვიხდი ჩემს კოლეგასთან, მაგრამ შესაბამისად უნდა შევაფასოთ. დათონა შეგეძლო უფრო მეტი გეჩვენებიათ, ქორეოგრაფს ხოვდი უფრო
შემდგომ ტურისთვის უფრო ეფექტური და უფრო ლამაზი ცეკვე ანახოს. ჩანაფიქრი კარგი იყო, მუსიკა კარგი იყო, შესრულებას შესაბამისად, მაგრამ უფრო რაღაც ცეცხლი აქვს და ის ცეცხლას უნდა გეჩვენოს. ხო, გვიჭირს რაღაცა, აი როგორც იტყვიან მარილი აკლია, ასე ვთქვათ და შესაბამისად ეს მარილი უნდა გვაჩვენოთ და ეს სიცხადე უნდა გვაჩვენოთ. ყოჩა ხო ამ შემთხვევაში ასე გეტყოდი, ჩვენ რა შეგვიძლია მეტი ვთქვათ, მეტი უფრო თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენ ვერ ვიცეკვით თქვენს მაგივრად, მაგრამ მეტი. მე მინდა გითხრა რომ წეღა როდესაც თქვი რომ ცოტა ნერვიულობ, ეს ალბათ იმის ბრალი იყო რომ ამდენ გოგონებში ცეკვავდი ერთი ბიჭი. მაგრამ არა უშავს. ამასაც უნდა გამოსავალი იპოვეთ ბატონს. კი, როგორ არა. ნამდვილად დაიბნა ამდენ გოგონებში და რატომ ეხლა ეს ძალიან მისაღებია სხვათა შორის, ძალიან კაი ბიჭია, მე მომეწონა. Hey. The choreography was really cool. When you dance together, make sure there's little energy with you because you had other dancers with you and it was really cool, but I wanted to see, a connection. Other than that, thank you very much. Thank you very much. დავით, ესეთი სახელი და გვარის ბიჭი ხარ ფანტასტიკური. ჩემო ძვირფასო, ალბათ მე ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას დავაკისრებდი თქვენს სტუდიის ხელმძღვანელს. ბავშვები ხართ ფანტასტიურები, რაც შეძელით გააკეთეთ, ფაქტია. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სტუდიის ხელმძღვანელებმა გაცილებით პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკითხს. მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. დავით, ბევრი წარმატება, შენ დარწმუნებული ვარ, გამოგივა ყველაფერი წინ გაქვს. პროფესიონალ მოცეკვავებს მივმართავთ. დავით, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ბევრი შეგიძლია, ხედავ ამას და დარწმუნებული ვარ ამაში. დავინახე შენი შესაძლებლობების სმენის ამბავში ძალიან კარგად ხარ, კარგად კლავდი ყველაფერს ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ რაღაც მუსიკასთან შედარებით ლოუ იყო. და ეს არ მომეწონა ერთადერთი და სინქრონშიც ცოტა მოიკვეწეთ. მაგრამ კარგი ბიჭი ხარ, ოჩაღ, რაც თავარია, გისურვებ წარმატებებს. და გავაუმჯობესოთ აუცილებლად. სახის მიმიკებსაც ალბათ მიაქციეთ ყურადღება. ერთ დავამატებით წინა ტურზე დავითმა სვანური ცეკვა იცეკვა. მაგრად, ესე იგი, წინვალი იყო დათო, მართლა ჩვენ აი საუდერიც იყო მე მგონი, ცენაზე იდგა და ჩვენ თქვით, რომ დათო უნდა გადარჩეს, ვინაიდან სვანური ცეკვა იცეკვა მაღალ დონეზე და ალბათ მეორე ამ ტურზე უფრო მეცველოდებოდი ჩვენ. შესაბამისად დათო ბატონო მურმან, ალბათ ამეთანხმებით, რომ ყველა ჟანრში ერთნაირი მონდომებით ცეკვაც ძალიან რთულია, თქვენ პროფესიონალი ხართ და ალბათ უფრო მეტად გესმით ეს სიღრმე ამ საკითხის, მაგრამ იმედია, რომ მესამე ლაივზე უკვე სხვანაირები იქნებიან და ნაკლები შენიშვნებით. არა უშავს, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ზარებზე, ასე რომ იაქტიურეთ და ჩვენი დათუნა ვნახოთ უკვე ლათინურ ცეკვებში როგორ ასრულებს ლათინურ ცეკვებს. დავით, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, მე ვიცი რომ შენ გაქვს ძალიან მაგარი ენერგია. უბრალოდ ჩემი აზრით ეს ცეკვა ცოტა ვერ მოირგე. ალბათ იქედან გამომდინარე რომ დროც ძალიან ცოტა იყო და ვერ მოახერხა, ასე ვთქვათ, ჩამჯდარიყო ამ ცეკვის ფორმატში. მაგრამ ვიცი რომ ძალიან მაგარი ენერგიის პატრონია. თუნდაც სვანური ძალიან მაგრად შეასრულა და თუნდაც სამეჯლისო ცეკვებში, როდესაც გამოდის ის საცეკვაო მოედანზე, არაჩვეულებრივად ართმევს ყველაფერს თავს. ამიტომ მე გისურვებ წარმატებებს და გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. აპლოდისმენტები და ზარები, რაც მთავარია. დათო, შეიმართე ხელ დადექი სწორედ, სახელმაღლა გაღიმებული. იცოდე ერთი რამ, ყოველთვის მიიღე კრიტიკა, რომ შენ ამითი გიხმარებიან და არა პირიქით სულს გეკეთებენ. ეგ პირველი. მე დათოს ვიცნობ ძალიან კარგად, ეს არის ტემპერამენტიანი მოცეკვავე, ამას ძალიან უხდება და გამოსდის ესეთი ენერგიული ცეკვები, მით უმეტეს ძალიან ტეხილი, აი რა რომ მოგვეწონა ჩვენ ბექა, აი ეგეთი სტილის ცეკვები, მაგრამ ერთს ვიტყოდი მე რომ თლიანობაში, როგორც მე ვიცი, ცოტა დრო ქონდა ძალიან თვითონ ქორეოგრაფს ვემუშავა და გააკეთეს მე მგონი მაქსიმუმი. უბრალოდ სტილზე აქვს საუბარი, ამას უფრო მოუხდებოდა ცოტა ქართულ ცეცხლოვანი ცეკვები, უფრო ლათინურ ხასიათში გასული იყო. კი, რასაკვირველია. დიდი მადლობა ქორეოგრაფს, ვინც იმუშავა დათოსთან და დიდი მადლობა დათოს.
ყოჩახ. დიდი მადლობა ძვირფას ჟიურის და სიტყვით ისევ სპონსორის ოთახში ნადასთან გადავდივარ. დიდი მადლობა ჟანა და BDC აკადემია თქვენი ევროპული მომავალი. და მე მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან მაგარი, უნიჭიერესი, ძალიან ლამაზი გოგონა 8 წლის ნინი მოდებაძე, რომელიც ლათინური ცეკვების მოცეკვავეა და მე ნინი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი კონკურსანტი, რა თქმა უნდა, უკვე მახსოვს წინატურებიდანაც წინატურშიც ფანტასტიკური ცეკვა შეგვისრულა და ესე იგი დღეს შეგვისრულებს ჰიპ-ჰოპს. ნინი, გააქვს აქამდე უკვე გააქვს ნაცეკვი ჰიპ-ჰოპი თუ დღეს პირველად უნდა შეგვისრულო? მაქვს ნაცეკვი, მაგრამ ერთ დღეში მოვასწარე ამის ცეკვა. ერთ დღეში დადგით შენ ქორეოგრაფთან ერთად ეს ცეკვა? და ნერვიულობ ძალიან. ხო და რომ არ ინერვიულოს აუცილებლად უნდა გავამხნევოთ ჩვენი ნინი და მე აქვე მინდა ნინის პირადი ნომერი შეგახსენოთ 0930000007. ნინი მოდებაძე თქვენ წინაშე და აბა გთხოვთ ნინი. სანამ ნინი მოემართება ჩვენსკენ, სცენისკენ, გეტყვით რომ ამ ცეკვის მომზადებაში მას ეხმარებოდა სტუდია Next Level-ი, ასევე შეგახსენებთ რომ განვლო უკვე ჩვენი დღევანდელი შოუს ზუსტად 1 საათმა, კიდევ 1 საათი არის დარჩენილი იმისათვის რომ დავურეკოთ თქვენს ფავორიტებს მითითებულ ტელეფონის ნომრებზე და თითოეული თქვენი ზარი, ერთი ზარიც კი იმ ზარებიდან რომელსაც თქვენ ახორციელებთ შეიძლება იყოს გადამწყვეტი ამა თუ იმ მონაწილისათვის. მაშასე ნინი მოდებაძე, სტუდია Next Level-ი. Big fat thing overflowing. Skin tight dress couldn't hold it. Way too thick like it's swollen. You're too bad and you know it. When you drop down, lose focus. When I think clock, that's a bonus. That cake looking appetizing. Backpack full of surprises. Bring that body my way. Can't take it off my brain. Feel like you do ballet. Eu vou me assar e salame. Capital. Eu vou me assar e salame. Capital. Eu vou me assar e salame. Capital. Eu vou me assar e salame. God bless you from behind it. One hand up like the Heisman. First class seat when you're riding. One hand down like a slip. აპლოდისმენტები. მე მგონი გამოვიღვიძეთ ნელ-ნელა ჩვენო ძვირფასო დაგ დამსწრე საზოგადოებავ და მე მგონი ვინც გამოგვაღვიძა მაგასაც კარგად ხვდებით. აბა კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები გამაგონეთ. ზედა იარუსზე ვისმენ დიდ აქტიურობას და ეხლა კი ჟიურის წევრებო გთხოვთ თქვენი აქტიურობა მოგვესმინოთ. ნინი, მე ასე ვიტყოდი, პატარა გიჟვა გოგო ხარ რა. ყოჩახ, ესე იგი გამოგვაღვიძე, ცოტა ჩაგვეწინა ლამის, მაგრამ ფაქტურად შენ გამოგვაღვიძე, გააკეთე ის რაც უნდა გეჩვენები და რაც უნდა გაიკეთებია დღეს. მართლა ყველანაირად შესრულება, კომპოზიცია, მანერა, ჟესტიკულაცია, ყველაფერი ქონდა გაკეთებული შენ დღეს. ყველაფერი აჩვენე, რაც შეგეძლო მაქსიმუმი. აი როგორც ვიტყვა, სუპერ გოგო ხარ რა. აი აღთოვანებული ვარ. ბრავო. ნინი პატარა, აბა შენ მინდა გითხრა ერთი ის რომ შენ რო ცეკვავდი აი აქ ახლოს ჩვენს მაგიდასთან ყველა ჟიურის წევრი ალბათ ოცნებობდა იმაზე რომ გამოსულიყო და შენთან ერთად ეცეკვა. ასე რომ ცეცხლი დაანთე ნამდვილად და ეს ცეცხლი არ გაგნელებოდეს. აპლოდისმენტები და რაც შეიძლება მეტი ზარები. Whoa, attitude, perfect. Choreography, perfect. Use and energy, perfect. Gow. ნინი
ცეკვისთვის ხარ გაჩენილი, ძალიან მომეწონე, სუპერ, მაგარი გოგო ხარ, ყოჩახ. აშკარად ნამუშევარი გაქვს, აშკარად პასუხისმგებლობა იგრძნებოდა, შესაბამისად ვნახეთ სანახაობა, დავტკბით. მადლობა შენ ამისთვის. ყოჩაღნინი, ძალიან მაგარი და ენერგიული გოგო ხარ, სტილისტურადაც ძალიან სწორად მოერგე ამ კომპოზიციას. მუსიკალურადაც ძალიან მაგარი ხარ. ბრავო, ემოციურად, შენი მიმიკები, მოკლედ, რავი, კლავდა. ძალიან მაგარი ბავშვი ხარ, წარმატებებს გისურვებ და აუცილებლად გულშემატკივრობა ბავშვებს, იმიტომ რომ დაძაბულები არიან და გავამხნევოთ. აპლოდისმენტები ნინის. ნინი, სუპერ. შენ ჩემი მეორე ფავორიტი ხარ, ერთი ბექა და მეორე ნინი. ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან მაგარი ენერგია გაქვს და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენს წინ იცეკვე. ბრავო, მაგარი გოგო ხარ, წარმატებები. აპლოდისმენტები ნინის. და დანარჩენ გულშემატკივრებს გთხოვთ, არ დაიშუროთ ზარები, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო ნომერს შემოგთავაზებს ეს გოგონა დარწმუნებული ვარ. ნამდვილად რომ ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება იყო. 7 ნომერი ნახეთ ჩვენ, 7 შემსრულებელი ნახეთ ჩვენ და აქედან 2-ში შედის, აი ორ საუკეთესოში შედის. მე ვაკვირდები უკვე ამ პროექტს და ვხვდები რომ ყოველი პროექტზე ბავშვები იცვლებიან. კიდევ ერთხელ გავმეორდები რომ მაინტერესებს ბოლო პროექტზე ჩვენი ბავშვები რას გააკეთებენ თუ აი ეხლა აი ესეც ეყვევენ საუკეთესო ნომერი იყო რა ქვია გოგონას? ნინი საუკეთესო ნომერი იყო. ხელები ძალიან კარგად მუშაობ. ყოჩა. დათო ბატონო, მოდის გიხდით ბატონო ჩონზო, ნინი წინათ ყოიმაში პროექტში ფაქტურა წინა ტურზე იცეკვა ჯეირანი და ერთ-ერთი საუკეთესო იცეკვა ჯეირანი. და აქედან გამომდინარე, ნინი თქვარ წაიცეკვე პატრა ჯეირანის ელემენტს. მოდით მივცეთ საშუალება ემოციები, რომელიც მიიღო ჟიურის შექებისგან გაიაზროს ნინიმ და აღარ დავტვირთოთ ზედმეტად. ნინი მადლობა. მე პირადად ნინის მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ჯერ ერთი მაყურებელი გამოაცოცხლა და მეორე ჟიურის წევრების პოზიტიური ემოციებიც გამოაცოცხლა. იმიტომ რომ რაც ვისმენდი ბრენდის გარდა მე მგონი კარგი არავის არ გითქვამთ მონაწილეებს და ეხა უკვე თქვენი კარგიც გავიგონე და დიდი მადლობა ამისათვის. ხოლო რაც შეეხება ჩვენს მორიგ მონაწილეს, მის შესახებ ინფორმაციას კვლავ შევიტყობთ ნატასგან. დიდი მადლობა, ჩვენ ისევ გადმოვინაცვლეთ BDC-ის ოთახში და ჩვენი შემდეგი მონაწილე გახლავთ სანდრო ტატიშვილი. ძალიან მაგარი ბიჭი. სანდრო გახლავთ თავისუფალი შემსრულებელი. ასე ვთქვათ, მას უყვარს როცა ჩარჩოებში არ სვამენ და აბა სანდრო, გითხარი. რამდენ ხანში მოამზადე ეს ცეკვა? არ ვიცი, 1 წელი. 1 დღეში? არა, 1 წელი. 1 წელი? აი ეხლა ეს დღევანდელი ცეკვა. 1 კვირა. 1 კვირა გქონდათ ყველა ჩვენს მონაწილეს მოსამზადებლად და ნერვიულობ თუ არა, სანდრო, გითხარი? არც ისე. არც ისე და გავამხნეოთ ჩვენ აუცილებლად და მე აქვე მინდა შეგახსენოთ სანდროს პირადი ნომერი 0390712. აუცილებლად დაურეკეთ თქვენს შეეულებს და უგულშემატკივრეთ მათ. ნერვიულობს თუ არა სანდრო, ამას ცოტა ხანში ვნახავთ, იმედია კარგად გვიცეკვებს და ტემპს არ დააგდებს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ ცეკვის მომზადებაში სანდროს ეხმარებოდა სტუდია This Step, ქორეოგრაფები გიორგი ტატიშვილი და ლუკა ყარმაზანაშვილი. იაქტიურეთ, უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულს, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თითეული ზარი არის გადამწყვეტი. ბავშვები ძალიან ღელავენ და ამას თქვენ კარგად ხედავთ, ვღელავთ ჩვენც, ამიტომ ზარებით შეგიძლიათ მათი გულშემატკივრობა და მხარის დაჭერაც. ტაში გამხნევება სანდროს და ვიწყებთ. Hey!
მანდატით შვილი თქვენ წინაშე. სანდროს შეფასებისთვის ვთხოვთ ძვირფას ჟიურის. თვალებზე გეტყობათ ბატონო მურმან ყველაფერი. შემიძლია წავიკითხო უკვე. სანდრო, ესე იგი არაჩვეულებრივი პატარა მსახიობი. თვით მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრს დაამშვენებდი. მერთო ჩემო. არაჩვეულებრივი ხარ. ესე იგი ყველაფერი დადო სანდრო, რაც შეეძლო მაქსიმუმზე მაქსიმუმი სუპერი ხარ სანდრო. ესე იგი რაც იცეკვეს, მაგრამ შენს რაღაც განსხვავებულად იცეკვე break dance-ი მეგობრებს ხო? უფრო break dance-თან უფრო ახლოს იყო. აქედან გამომდინარე ყველაფერი მუსიკალურად, კომპოზიციურად, ქორეოგრაფიულად, ყველაფერი იყო გათვალისწინებული. იმპროვიზაცია და ყველაფერი რაც შეიძლებოდა შენ დაგედო დღეს. უმაღლესი დონე. ბრავო. სანდრო, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ის გულისცემა, რასაც შენ შეგაჩვენებდი, პირდაპირ ჩვენზე არ იქნებოდა. ამიტომ მინდა გითხრა, რომ შენ რაც ჩაფიქრებული ქონდა, ჩანაფიქრი ყველაფერი თითქმის ასრულებულია. დიდი ბიჭი, გაიზარდე, ძალიან დიდ მომავალს გისურვებ და გაგეხარებინოს ჩვენი გულები და ასევე ჩვენი ქვეყანა გესახელებინოს. Oh, dude. Choreography, super. Attitude, super. Energy, super. Your dance is hip hop and poppin'. Yes. Thank you. ნათია, მოგეწონათ? ეხლა ხო არ დაგაკლდათ რამე? უდაოდ კარგი სანახაობა იყო. ხოჭა, კარგი ბიჭი ხარ, ნამდვილად არაფერი არ დამაკლდა, სრულად ესე რომ ვთქვათ, აღქმული ქონდა მუსიკა ფანტასტიურად და შესრულებაც იყო ფანტასტიკური, ნამდვილად კარგი ბიჭია. ვერაფერს ვიტყვი ცუდ, კარგი ბიჭი. მადლობთ. სანდრო, ეს მუსიკა ძალიან რთულია და ესეთმა პატარამ რო ესე ზუსტად და სწორად შეასრულე და ზუსტი ემოცია, ზუსტ დროს და ყველაფერი ეს სკილები, ყველაფერი რაც გააკეთე იყო ძალიან მაგარი. ყოჩახ, ძალიან დიდი მომავალი გაქვს და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ. ბრავო, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხარ და წარმატებები. ბრავო, სანდრო. მეც ვიტყოდი რომ ჩემი ერთ-ერთი კი არა და მგონი უკვე პირველი ფავორიტია და ძალიან მაინტერესებს, დიდი სურვილი მაქვს ნახო ლათინის ტურში როგორ გაართმევ თავს. სუპერ, შესანიშნავი მსახიობური ნიჭი, ენერგია, მუსიკალურობა, ყველაფერი იყო სუპერ და არ ვიცი, იმედი მაქვს რომ ლათინშიც ესეთი მაგარი ბიჭი იქნები. წარმატებები. ავარია რომ ტემპი არ უნდა დავაგდოთ, იმიტომ რომ უკვე კარგად ვართ. ესე იგი ბოლოსთვის შემოვინახეს ძლიერი ნომრები, ხო, ამის თქვა მინდა. ბექას შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება იყო ბიჭის თვითონ. არ მეგონა რომ ნინის შემდეგ ესეთი ტემპერამენტიანი ცეკვა იყო ეშმაკუნა გოგონასი, რომ გამიკვირდებოდა, მაგრამ ამ ბიჭმა შეძლო სანდრომ. ხოჭახ სანდრო. ძალიან კარგად ფლობს შენს ხეულს. ხოჭახ. ასე გავაგრძელოთ, მადლობა სანდროს და სანამ რეკლამაზე გავალ ჩვენი ძვირფასი შანსო. სანამ რეკლამაზე გავალ, ჩემო ჟანას მადლიერების სიტყვები, რომლებიც არ დამენანება ჩვენი დღევანდელი შოუს სპონსორებისადმი. დავიწყებ City Mall-ით, რომელიც მასპინძლობს დღეს ჩვენს შოუს რიგით მეორე ლაივს. მადლობა City Mall-ს, ასევე სამშენებლო კომპანია GG Developeri, გამწვანებისა და კეთილმოწყობის კომპანია შპს ნიკა 2017, სარეკლამო კომპანია გოგრა. პატარა აპლოდისმენტები რომ წამოვგცდეს სპონსორებთან დაკავშირებით, ურიგო არ იქნება. მადლობა. აი ესე ტაშის ფონზე გავაგრძელებ მაშინ, არ ჩაჩუმდეთ. ევროპული განათლების აკადემია BDC, არა და ჩაჩუმდით. კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დეკორისა და გაფორმების კომპანია Rainbow, კომპანია Enoia, სილამაზის სალონი Madame Lenormand, კომპანია Mezvre, სასტუმრო Vedisi, რესტორანი Alazani, გასართობი ცენტრი Boom Boom, კინოთეატრი Kavea, კონტაქტური ზოოპარკი Zootopia, პლანეტარიუმი, თბილისი მოლი, კიდევ ერთხელ გავიმეორო და არაერთხელ გავიმეორებ, ასევე ჩაცმულობაზე, გოგონების ჩაცმულობაზე მზრუნავი ჩოხაჯი და ნანა სტეფლიანი და ჩემს ჩაცმულობაზე მზრუნავი
გოლიათების 3 გოლიათი მაღაზია. ასევე სილამაზის სალონი Glamour XS. ახლა კი პატარა სარეკლამო ჭრის შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით ეთერში.